2025 წლის ზაფხულში უკრაინამ დაიწყო ოპერაცია ობობის ქსელი. გამორჩეულმა დრონების იერიშებმა, რომლებმაც რუსეთი საფუძვლიანად შეძრა, აჩვენა, რომ ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინასთან დაიწყო, თავად რუსეთში ბრუნდებოდა. რაც იმ დროს არ ვიცოდით, იყო ის, რომ ოპერაცია სპაიდერები მხოლოდ დასაწყისი იყო. რაღაც ბევრად უფრო დიდი მოდიოდა. სინამდვილეში ეს მოხდა როგორც ოპერაცია სპაიდერების დაწყებამდე, ისე მის შემდეგაც. უბრალოდ უკრაინამ ყველაფერი ჩუმად შეინახა. უკრაინამ გააქტიურა უმაღლესი საიდუმლო ოპერაცია, სპაიდერები 2.0, რომელმაც რუსეთის ტექნიკა მთელ უკრაინაში ცეცხლში გაახვია, როცა უკრაინის მანქანების რისხვა ძლიერად დაატყდა თავს. ეხლა ჩვენ ყველა დეტალი გვაქვს. დავიწყებთ თავარ სტატისტიკით. 1000-ზე მეტი რუსული საარტილერიო სისტემა და ჯავშან ტექნიკა განადგურდა საიდუმლო ოპერაციაში, რომელსაც უკრაინამ ოპერაცია აშანი დაარქვა. ამ ორ ეტაპიანმა კამპანიამ სრულად გაანადგურა რუსეთი, როგორც წინა ხაზზე, ასევე უკანა ნაწილში. და არავინ იცოდა, რომ ეს ხდებოდა, სანამ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა მისი არსებობა 30 ივნისის Brave One Advantage ღონისძიებაზე არ გაამხილა. კონცეფცია იყო სპეციალურად შექმნილი ბომბდამშენი დრონების გამოყენება ეფექტური დაზვერვის მხარდაჭერით. ამან მოგვცა საშუალება გვეპოვა და დაგვერტყა ტანკებისთვის, ჯავშან მანქანებისთვის, სხვა ჯავშან ტექნიკისა და არტილერიისთვის. მხოლოდ რამდენიმე ღამეში მტრის 800-ზე მეტი ერთეული ტექნიკა განადგურდა. ამის შემდეგ რუსებმა 6 თვის განმავლობაში ვეღარ განახორციელეს ვერც ერთი მექანიზებული შეტევა, განაცხადა ფიოდოროვმა იმ კამპანიაზე საუბრისას, რომლის დროსაც უკრაინამ არაერთხელ დაარტყა ფრონტის ხაზიდან 50 კილომეტრზე მეტად დაშორებულ რუსულ ობიექტებს. ეს სიგრძე უკრაინის საშუალო მანძილზე დარტყმების კამპანიის ყურადღების დიდი ნაწილი გამახვილებულია იმ ქაოსზე, რომელიც რუსულ ლოგისტიკას დაატყდა თავს, ასევე ყირიმის იზოლაციაზე, რაც ამის შედეგად ხდება. მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად უკრაინა ატარებს ცალკე ოპერაციას პირდაპირ ჩვენს თვალწინ, რომელიც შესაძლოა ისეთივე დამანგრეველი აღმოჩნდეს პუტინის ამბიციებისთვის, როგორც ლოგისტიკური ბლოკადა, რომელიც მას ყირიმზე კონტროლს ასუსტებს. აი რაც ამ ეტაპზე ვიცით. ოპერაცია აშანი ორ ფაზად მიმდინარეობდა, სადაც პირველი ფაზა მოიცავდა იმას, რასაც ფიოდოროვი თავის ციტატაში აღწერს. ეს ფაზა უკრაინის დრონების ინოვაციებმა გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, სპეციალური დრონები შეიქმნა და სწორედ ისინი უკრაინის სადაზვერო საქმიანობასა და დაზვერვითი ინფორმაციის შეგროვებასთან ერთად შესაძლებელს ხდიდა 800-ზე მეტ ობიექტზე დარტყმას. ეს ოპერაცია კვირების თუ არა თვეების განმავლობაში მზადდებოდა და ეს ყველაფერი უკრაინის ბრწყინვალე დელტა სისტემის წყალობით გახდა შესაძლებელი. ეს სისტემა, რომელიც 2025 წლის აგვისტოში უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა დონეზე დაინერგა, უკრაინას რეალურ დროში საბრძოლო ველის სრულყოფილ ხედვას აძლევს. All-ჯერზე, როცა დრონი რუსული პოზიციის ვიდეოს ან ფოტოს იღებს, ეს მონაცემები დელტაში იტვირთება. იგივე ეხება ადგილზე მყოფი ჯარისკაცების ანგარიშებს ან სხვა ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც უკრაინა აგროვებს. ყველაფერი ამ ცენტრალიზებულ საცავში იხლის თავს, რაც შესაძლებელს ხდის კოორდინირებული დარტყმების წყაროს, რომლებიც ოპერაცია აშანის წარმატებისთვის გადამწყვეტი იყო. პირველი ფაზის განმავლობაში უკრაინამ რუსული ტანკების, არტილერიის, ჯავშან მანქანებისა და პერსონალის გადამზიდავების პოზიციები დაადგინა. შემდეგ უკრაინამ დარტყმა მიაბენა. დაახლოებით 800 საარტილერიო დანადგარი და ჯავშან მანქანა, რომელიც უკრაინამ გაანადგურა, რამდენიმე ღამის განმავლობაში იქნა განადგურებული, ითხოვინება ფიოდოროვი. ამან გამოიწვია ის, რომ რუსეთს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ვეღარ შეძლო არც ერთ მეკასეთი მექანიზებული შეტევის დაწყება. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ბრძოლის ველზე შედეგი აშკარა იყო. მისი თქმით, რუსეთს განზრახული ჰქონდა 2025 წლის მაისში უკრაინის წინააღმდეგ მექანიზებული შეტევა დაეწყო. ეს შეტევა მხოლოდ ოქტომბერში განხორციელდა და ეს ყველაფერი ოპერაცია აშანის პირველი ფაზის დამსახურებაა. ეს სრულიად ახალ ნათელს ფენს იმას, რაც 2025 წლის ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე ვიხილეთ. შეიძლება გახსოვდეთ, რომ ჯერ კიდევ სექტემბერში არსებული ანგარიშები ამტკიცებდა, რომ რუსეთს მექანიზებული შეტევების დაწვება არ შეეძლო არ შეეძლო. რუსეთმა 2025 წლის მეორე ნახევარში ინფილტრაციის სტრატეგიაზე გადაინაცვლა, რის შედეგადაც იგი უკრაინის ტერიტორიაზე სულ 2 ჯარისკაცისგანაც კი შემდგარი დანაყოფებით იპარებოდა, ჯავშან ტექნიკით შეტევების ნაცვლად. იმ დროს ეს არ იქმნებოდა როგორც რუსეთის მიერ განხორციელებული ახალი და საშიში სტრატეგია. ეხლა ჩვენ სიმართლე ვიცით. ოპერაცია აშანის საწყისმა ეტაპმა პუტინი აიძულა, რომ მხოლოდ ინფილტრატორებზე დაეხტნო. United-24 მედია პირველ ეტაპზე ცოტა მეტ ინფორმაციას გვაწვდის. მათ თქმით, ოპერაცია დასრულდა იმით, რომ უკრაინამ დაარტყა 959 ობიექტს, რომლებიც ყველა ფრონტის ხაზიდან 50 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობდა. როგორც ჩანს, ის დაახლოებით 800 ობიექტი, რომელთა განადგურებასაც ფიოდოროვი ამტკიცებს, იყო უკრაინის მიერ განადგურებული რესურსები, ხოლო დარჩენილი დაახლოებით 150 ობიექტი კი მხოლოდ დაზიანდა, მაგრამ არ განადგურებულა. United-24 მედიის წყალობით ჩვენ ასევე ვიცით, რომ ოპერაციაში უკრაინის ლაზარისა და ნემესისის დანაყოფები მონაწილეობდნენ.
ორივე მათგანი უკრაინის დრონების დანაყოფებს შორის ყველაზე გამოცდილი და სახელგანთქმულია. განსაკუთრებით ლაზარის ჯგუფმა უკრაინის დრონებზე დაფუძნებული სტრატეგიის საფუძველი პუტინის შეჭრის პირველივე დღიდან ჩაუყარა და პასუხისმგებელია $13 მილიარდზე მეტი ღირებულების რუსული ტექნიკის განადგურებას. ამ ყველაფრის უკან დგომი პოლკოვნიკი პავლო იელიზაროვი ახლა უკრაინის საჰაერო ძალების საადლის მოადგილეა და ხელმძღვანელობს უკრაინის ანტიდრონული ფარის განვითარებას, რომელიც იმედოვნებენ დაიცავს რუსული შორი მანძილის დრონული დარტყმებისგან. მაგრამ ამ დროისთვის შეიძლება რაღაც გიგვირთ. ვიდეოს დასაწყისში გითხარით, რომ უკრაინამ გაანადგურა 1000-ზე მეტი ჯავშან ტექნიკა და საარტილერიო სისტემა. მაგრამ ჯერჯერობით 800-ის რიცხვი გავიმეორეთ. თვითონ United 24 მედიის მიერ დასახელებული 959 სამიზნეც კი ბოლომდე არ შეესაბამება. მოგესალმებით. ოპერაცია აშანის მეორე ფაზაში, რომელიც რუსული შეტევითი ძალის წინააღმდეგ გამანადგურებელი იერიშის კულმინაცია და რიცხვები 4 ნიშნა მაჩვენებლამდე აიყვანა. უკრაინის გამანადგურებელი ოპერაციის პირველი ფაზა, როგორც ჩანს, 2025 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ჩატარდა. თუმცა ფიოდოროვი დეტალებს არ აზუსტებს, გარდა იმისა, რომ არ ნიშნავს, ამან გავლენა მოახდინა რუსეთის გეგმებზე 2025 წლის მაისისთვის. მაგრამ მეორე ფაზის შესახებ ბევრად მეტი ვიცით, დაწყებული იმით, თუ როდის დაიწყო იგი. 2026 წლის ივნისში უკრაინამ დაიწყო ოპერაცია აშანის მეორე ფაზა და ამჯერად მან უფრო სტრატეგიული მიდგომა აერჩია იმ სამიზნეების მიმართ, რომლებიც ამოარჩია. United 24 მედია იუწყება, რომ უკრაინამ მეორე ფაზა არტილერიის სისტემებზე გაამახვილა და 4 ძირითად რეგიონში განახორციელა შეტევა, სადაც ყველა მათგანი რუსეთის სახმელეთო წინსვლის მცდელობებს ებრძვის. ეს რეგიონები იყო დონეცკი, ხერსონი, სტარობილსკე და ზაპორიჟია. და ამ რეგიონებში ყველა რუსულ პოზიციას დაატყდა უკრაინული დრონების ცეცხლოვანი შტურმი, რომელთა ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება მეტი, არტილერიის განადგურება იყო. მათ წარმატებას მიაღწიეს. ოპერაცია აშანის მეორე ფაზის ბოლოს უკრაინამ კიდევ 231 სამიზნე დააზიანა და დაადასტურა, რომ მათგან 171 განადგურდა. დააპყრობილი რუსული კომუნიკაციების და ობიექტური კონტროლის კადრების კომბინაციამ, რომელიც საბოლოოდ ატვირთეს დელტაზე, დაადასტურა შედეგი. და მეორე ფაზის პირველივე დღეს შედეგი უკვე იგრძნობოდა. რუსეთის აქტივობა ფრონტის რამდენიმე რეგიონში 30-დან 91%-მდე შემცირდა, იმის მიხედვით სად აფასებდა ამას უკრაინა. ოპერაცია აშანის დასრულებისას უკრაინამ ოფიციალურად დაარტყა 1180 სამიზნეს, რომელთა უმეტესობა განადგურებული იყო, ამატებს მედია United.4. ისევაც უკრაინამ გააკეთა რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად, მართლაც შთამბეჭდავია. თუმცა ოპერაცია აშანი უნდა მივაკუთვნოთ უკრაინის მიერ ჩატარებულ ყველაზე შთამბეჭდავ ოპერაციებს შორის და ის ოპერაცია სპაიდეროების გვერდით დგას, კოორდინაციისა და სარდლობის ხარისხის თვალსაზრისით, რაც მის წარმატებით განხორციელება სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, სპაიდეროები შეიძლება უფრო ყურადღების მიმპყრობელი იყოს ამორს შორის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის გულისხმობდა უკრაინის მიერ დრონების ჩუმად შეყვანას რუსეთში და რუსეთის არსენალში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბომბდამშენების განადგურებას. მაგრამ რაც შეეხება ფრონტის ხაზზე ეფექტურობას, ოპერაცია აშანს უკრაინის კამპანიაზე ბევრად უფრო სწრაფი და მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ოპერაცია აშანთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ არის, რაც ჯერ არ გვიხსენებია. ფიოდოროვის თქმით, ოპერაციის მეორე ფაზაში უკრაინამ გამოიყენა ახალი ტიპის დრონი, რომელიც სპეციალურად რუსული არტილერიის ლულების გასანადგურებლად შეიქმნა. ამის შესახებ იუწყება 17 ივნისის United 24 მედიის ანგარიში, სადაც ფიოდოროვს ციტირებენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ცოტა რამ გაამხილა ახალი ტიპის დრონის შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ რუსული არტილერიის მწყობრიდან გამოყვანა დრონებიდან სტანდარტული საბრძოლო მასალის ჩამოყრით უკიდურესად რთულია და ხშირად ისეთი ეფექტური არ არის, როგორც უკრაინას სჭირდება. ფიოდოროვის თქმით, ამგვარად დაზიანებული არტილერია ხშირად შეიძლება შეკეთდეს, რის გამოც დრონების ასეთი დარტყმების სარგებელი დროებითი. ამ პრობლემის გადასაჭრელად უკრაინელმა ინჟინრებმა ოპერაცია აშანისთვის ახალი ტიპის საბრძოლო მასალა შექმნეს, რომელიც არა მხოლოდ რუსული არტილერიის ლულას ესხმის თავს, არამედ იმდენად ძლიერია, რომ ლულას გაახეთქავს იმ დონეზე, რომ არტილერიის დანადგარი ვეღარასდროს გამოიტანება. შეიქმნა სპეციალური ჭურვი და მხოლოდ 2 ღამეში რუსული არტილერიის 250 ერთეული განადგურდა. თითოეულ შემთხვევაზე ვიდეო დადასტურება არსებობს, მხოლოდ ამას ამბობს ფიოდოროვი. ამის გარდა უკრაინის ეგრეთ წოდებული ლულების გამანადგურებელზე ბევრი არაფერი ვიცით და ალბათ ასე ჯობია კიდეც. რაც ნაკლებს ითქვეს უკრაინა თავის ახალ საბრძოლო მასალაზე, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ მომავალში ოპერაცია აშანის კიდევ ერთ ფაზას განახორციელებს ისე, რომ რუსეთი ვერაფერს გააკეთებს. და ეს გვაყენებს მთავარ კითხვასთან, რატომ არის ოპერაცია აშანი მნიშვნელოვანი? ამ კითხვას მალე უპასუხებთ, მაგრამ მანამდე შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჩვენს არხზე საინტერესო ინფორმაციას იღებთ, გამოიწერეთ არხი და დააწკაპუნეთ შეტყობინების ზარზე, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი ახალი ვიდეოები. ჩვენ ვიცით რა არის ოპერაცია აშანი. ფიოდოროვი ამბობს, რომ ეს ორეტაპიანი მრავალწლიანი ოპერაცია არასდროს ყოფილა უკრაინის შეტევაზე გადასვლა. სინამდვილეში საქმე იყო იმაში, რომ რუსული შეტევები შეეჩერებინათ.
უკრაინამ თავდაპირველი ეტაპის 3 დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი დრონი გამოიყენა და შემდგომ ეტაპზე ასობით გამოიყენება. ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთს არ მიეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა შეტევები იმ სიმძაფრით, რაც ამ ოპერაციის გარეშე შეეძლებოდა. კონდა თუ არა რომელიმე კონტრშეტევას, რომელიც უკრაინამ 2026 წელს წამოითხოვა, დახმარება ოპერაცია აშანისა და მისი გავლენის შედეგად, რომელმაც რუსეთის ძალები დაასუსტა. შეიძლება, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა მიზანი. თავარი მიზანი იყო ის, რაც ახლა ხას ვახსენეთ. დარწმუნებულიყვნენ, რომ რუსეთს არ შეეძლო უკრაინის ქალაქებსა და თავდაცვებზე ისეთი ძლიერი დარტყმა მიეყენებინა, როგორც სურდა. უკრაინის სამხედროები ამბობენ, რომ თითოეული მიზანი ნიშნავს ნაკლებ ცეცხლს უკრაინულ პოზიციებსა და ქალაქებზე. ისინი ასევე ამატებენ, თითოეული ასეთი ოპერაცია ასუსტებს მტერს და ახლოებს იმ მომენტს, როცა მას აღარ ექნება შესაძლებლობა ბრძოლის ველზე თავისი პირობები დააწესოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ეხებოდა გადარჩენას ორივე ფაზაში. რუსეთი ნამდვილად არ ანელებს სახმელეთო შეტევებს, თუნდაც ოპერაცია აშანის მეორე ფაზის შემდეგ. როგორც პრავდა იუწყებოდა 1 ივლისს წინან 24 საათში რუსეთსა და უკრაინას შორის ფრონტზე 246 შეტაკება მოხდა. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები პოკროვსკისა და სლოვიანსკის მიმართულებებზე მიმდინარეობდა. ორივე მათგანი დონეცკის რეგიონშია, რომელსაც უკრაინა ოპერაციის მეორე ფაზაში ესმოდა თავს. სწორედ ამ დიდი რაოდენობის შეტაკებებში ხედავთ ოპერაცია აშანის ნამდვილ არსს. პუტინი ამ ყველა შეტევას მაინც დაავალებდა. მნიშვნელობა არ აქვს მის ჯარისკაცებს აქ თუ არა ჯავშანი და артиლერია. მაგრამ უკრაინისთვის ეს ყველაფერს ნიშნავს იმის გამო თუ როგორ აწარმოებს რუსეთის სახმელეთო ომს. артиლერია განსაკუთრებით ცენტრალურია რუსული ომის წარმოების სტილში. ბევრი ითქვა რუსეთის დაუღალავს სარაკეტო და დრონებით თავდასხმებზე უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება რუსეთის რეალურ წინსვლას სახმელეთო ბრძოლაში, артиლერია მთავარი ფაქტორია. რუსეთი артиლერიას დასავლური ძალებისგან განსხვავებულად იყენებს, როგორც აღნიშნავს სამეფო გაერთიანებული სამხედრო სამსახურის ინსტიტუტი. სადაც დასავლეთის არმიები артиლერიას ჩვეულებრივ იყენებენ მანევრირების დასახმარებლად, რუსეთის ძალები როგორც წესი მანევრებს ატარებენ იმისთვის, რომ პოზიციაში აღმოჩნდნენ და артиლერიით თავდაცვას დაბომბონ. ეს ძირეული განსხვავება მიდგომაში მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. რუსეთისთვის артиლერია არის ძირითადი საცეცხლე ძალა, რომელსაც მისი ძალები იყენებენ ტერიტორიისთვის ახლო ბრძოლებში. რუსეთის ყველა გაერთიანებული შეიარაღებული ელემენტი ორგანიზებულია артиლერიის დანაყოფების გარშემო, რომლებიც განლაგებულია უკრაინის თავდაცვაზე მუდმივი ცეცხლის გასახსნელად. როგორც წესი, ეს артиლერიის დანაყოფები მიდიან ფრონტზე, რათა შეტევის დროს ცეცხლსასროლი ძალა უზრუნველყონ. შემდეგ კი უკან იხევენ იმ ტერიტორიაზე, რომელიც უსაფრთხოდ ითვლება. უკრაინა ამას იცის. და ოპერაცია აშანის ორივე ფაზა სწორედ ამ რუსული მიდგომის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი. როდესაც უკრაინის სამხედროები საუბრობენ იმაზე, რომ რუსული артиლერიის მხრიდან ნაკლებ ცეცხლს იღებენ, ეს შესაძლებელი გახდა ოპერაცია აშანის დროს ამ артиლერიის მასობრივი განადგურებით. რუსეთისთვის ეს ნიშნავს, რომ შეტევები აღარ ტარდება იმგვარად, როგორც მისი მთელი სამხედრო ძალა არის გაწვრთნილი. артиლერია ვერ გამოიყენება მუდმივი ცეცხლის მისაწოდებად, რადგან ის უბრალოდ აღარ არსებობს, რომ პოზიციაში გადაიყვანონ. ეს ტოვებს შეტევით დანაყოფებს, რომ შეუტიონ ბევრად უფრო ძლიერ უკრაინულ თავდაცვას, რომელიც ასევე მომაკვდინებელია მათ წინ მყოფი დრონების მასის გამო. და გახსოვდეთ, უკრაინამ ასევე გამოიყენა თავისი ბრწყინვალე ოპერაცია ასობით ჯავშან ტექნიკის გასანადგურებლად. ეს ტოვებს რუსეთის შეტევით ძალებს დაუცველად და აიძულებს მათ შეუტიონ артиლერიის ცეცხლის გარეშე, რომელიც უნდა შეასუსტებდეს უკრაინის თავდაცვას მანამდე, სანამ რუსი ჯარები მიაღწევენ მათ. შედეგი გარდაუვალია. რუსი ჯარები იღუპებიან იმ მასშტაბით, როგორც სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა, ხოლო უკრაინის თავდაცვა ბევრად უფრო დიდ ხანს ძლებს, რადგან მათ აღარ უწევთ გაუძლონ იმ ზეწოლას, რომელიც რუსეთის артиლერიის სტრატეგიას უნდა მიეწოდებინა. და როგორც ოპერაცია აშანის ამ ასპექტის პატარა დასკვნითი შტრიხი, რუსეთის артиლერიის დანაკარგები მთელი ომის განმავლობაში იმდენად დიდია, რომ უკვე 33000-მდე ერთეულია დაკარგული, რაკარგული რის გამოც რუსეთს უწევს ახალი შეტევითი ტაქტიკების მოფიქრება ადგილზე. ეხლა რუსეთს აიძულებენ გამოიყენოს დრონები იქ, სადაც სხვა შემთხვევაში артиლერიას გამოიყენებდა. FPV დრონების გამოყენება, რა თქმა უნდა, ახალი არ არის რუსეთისთვის, მაგრამ ადრე ეს დრონებიც კი артиლერიის დამხმარე როლში მოქმედებდნენ. ეხლა მათ უნდა დაიკავონ თავარი ადგილი. ეს მომავალში შეიძლება პრობლემებს შეუქმნას უკრაინას. როდესაც რუსეთი ზრდის დრონების წარმოებას, განსაკუთრებით მძიმე ბომბდამშენი დრონებს, რომლებიც ცეცხლის ძალით ყველაზე ახლოს არიან артиლერიის ჭურვებთან, ის მიიღებს ისეთ სიზუსტეს, რასაც артиლერია ვერ უზრუნველყოფდა. თუმცა დრონების მხრივ უკრაინა რუსეთზე ბევრად წინ არის. და ეს გვიყვანს მეორე მიზეზთან, თუ რატო არის ოპერაცია აშანი ასეთი მნიშვნელოვანი. ეს აჩვენებს, რამდენად სიღრმისეულია უკრაინის უპირატესობა დრონებში და რამდენად დიდი იყო ეს უპირატესობა ომის დიდი ნაწილის განმავლობაში. პრაქტიკულად ყველა სამიზნე, რომელსაც უკრაინა ოპერაცია აშანის დროს დაესხა თავს, უკრაინული დრონით იყო განადგურებული, რაც აჩვენებს, რამდენად წინ არის უკრაინა რუსეთთან შედარებით დრონების გამოყენებაში ზუსტი დარტყმებისთვის. რუსეთი მხოლოდ ახლა იწყებს იგივე ის გაკეთებას ფრონტის ხაზზე და ესეც მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინამ სერიოზული ზიანი მიაყენა მის артиლერიაზე დაფუძნებულ სტრატეგიას. მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ უკრაინას დაეწევა. უკრაინა ლიდერობს როგორც რაოდენობით, ასევე ტექნოლოგიით.
11 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ მაისში უკრაინამ დაარტყა თითქმის 180,000 სამხედრო ობიექტს, რომელთა უმეტესობა დრონებით იყო განადგურებული. უკრაინული FPV დრონები ახლა ბრძოლის ველზე რაოდენობით 1.5-ჯერ აღემატება რუსულ FPV დრონებს და ეს სხვაობა კიდევ უფრო იზრდება. უკრაინის საშუალო მანძილის დარტყმის დრონების გამოჩენა ასევე ნიშნავს, რომ ოპერაცია აშანის მომდევნო ეტაპებზე უკრაინა უფრო ღრმად დაარტყამს ვიდრე ოდესმე. პირველი ორი ეტაპის დროს უკრაინამ დაარტყა სამიზნეებს ფრონტიდან 50 კილომეტრზე მეტ მანძილზე. ეხლა უკრაინის საშუალო დარტყმის დრონებს შეუძლიათ 200 კილომეტრი ან მეტი დაფარონ. ისინი ამას უკვე აკეთებენ, რათა რუსული ლოგისტიკა ზურგში დაანგრიონ. თუ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს თავისი артиლერია ასეთ მანძილზე გაიყვანოს, მაინც უსაფრთხოდ არ იქნება. და სწორედ ეს არის თავარი. артиლერია უკვე უსარგებლოა 50 კილომეტრზე. 200-ზე აღარაფერს ვამბობ. როდესაც უკრაინის დრონების უპირატესობა იზრდება, რუსეთს артиლერიის კიდევ უფრო უკან გადატანა უწევს, რაც მას ფაქტობრივად უსარგებლოს ხდის. დრონებს თუ დაუბრუნდებით, უკრაინა ასევე ბევრად წინ არის რუსეთთან შედარებით დრონების ტექნოლოგიასა და ტაქტიკაში. მაშინ, როცა რუსეთი ცდილობს უკრაინის მიდგომის გადაღებას მას შემდეგ, რაც ამდენი артиლერია დაკარგა, უკრაინა უკვე იტენებს დამჭერ დრონებს, რათა გაანადგუროს რუსული შაჰიდის ტიპის დრონები, მანამდე სანამ ისინი ქალაქებში ჩამოვარდება. ბევრი დრონი, რომელსაც უკრაინა უშვებს ფრონტზე და საშუალო მანძილზე ახლა უკვე იყენებს ხელებს ხელოვნურ ინტელექტს, გადაადგილებისა და სამიზნეების ავტომატურად ამოსაცნობად. ეს შესაძლებლობა ხშირად გამორიცხავს სატელიტურ ნავიგაციას, რაც იმასაც ნიშნავს, რომ რუსულ ელექტრონული ომის სისტემებს აღარ აქვთ სიგნალები დასახშობად. რუსეთი ამტკიცებს, რომ ისიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ანალოგიური მიზნებისთვის. უკრაინის შედეგები ბევრად უფრო თვალსაჩინოა, რაც მიუთითებს, რომ რუსეთი აჭარბებს თავისი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, მაშინ როცა უკრაინის დრონები ბევრად უკეთესად მუშაობენ. ოპერაცია აშანი გვაჩვენებს იმ რეალურ უზარმაზარ სხვაობას დონეში, რაც დრონების ფრონტზე არსებობს. რადგან უკრაინა აგრძელებს ინოვაციებს, დიდი ალბათობით ვიხილავთ მესამე ფაზასაც, რომელიც როგორც პირველი ორი, ასევე უცხადებლად დაიწყება და რუსეთიც ვერ შეაჩერებს მას. ვინ იცის? შემდეგი ფაზის მასშტაბი შეიძლება გავრცელდეს რუსეთის დრონების ოპერაციულ ობიექტებზეც, რითაც უკრაინა დაუპირისპირდება რუსეთის ადაპტაციას საარტილერიო პრობლემებზე. რაც ნათელია ისა, რომ დრონებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს უკრაინისთვის ომრაინისთვის შემდინარეობის შემოტრიალებაში. ოპერაცია აშანი ახლა ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მაგალითად ითვლება იმისა, თუ როგორ იქნა მიღწეული ეს გარდატეხა. რუსეთს ესმის, რომ კიდევ მეტი მოდის. 25 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ მან დაამტკიცა ახალი 40 წრიანი სტრატეგიული ინიციატივა, რომელსაც განახორციელებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. ამ ინიციატივის მიზანია რუსეთზე ზეწოლა, რათა მან უარი თქვას ომზე, და როგორც ჩანს, ეს ზეწოლა უფრო მეტად საშუალო და ღრმა დარტყმებით განხორციელდება. артиლერიის ჩახშობის შემდეგ უკრაინა ახლა უფრო ხშირად ესხმის თავს რუსეთის ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკას. მოხდება თუ არა ოპერაცია აშანის მესამე ფაზა ამ 40 წრიანი ზეწოლის პერიოდში. ზელენსკი არაფერს ამბობს და რუსეთი ვერ გაიგებს, სანამ ეს არ დაიწყება. რაც ნამდვილად ვიცით, ის არის, რომ უკრაინა თავისი ტექნიკით ებრძოდა რუსეთის ტექნიკას ამ საიდუმლო ოპერაციაში. და ახლა რაც უკრაინაში 2025 წლის შუა პერიოდიდან ხდება, ბევრად უფრო გასაგები ხდება. მხოლოდ 2026 წლის დრონების თავდასხმების რაოდენობა აჩვენებს, რამდენად მოქმედებს რუსეთზე იმპულსის ცვლილება, რომელიც ოპერაცია აშანმა გამოიწვია. 800,000 დადასტურებული სამიზნე განადგურებულია და ეს პროცესი გრძელდება. ეს არის ის, რითიც უკრაინა ამაყობს 2026 წლის პირველი ნახევრისთვის და ეს ყველაფერი იმ დრონების უპირატესობის დამსახურება, არაზეც საუბრობდით. ამ უპირატესობაში უფრო ღრმად შეგიძლიათ გაერკვეთ, თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად გამოიწერეთ და აერეთ The Military Show და დააწკაპუნეთ შეტყობინების ზარზე, რომ პირველებმა გაიგოთ ჩვენი ახალი ვიდეოს გამოქვეყნების შესახებ. მადლობა ყურებისთვის.